დადგინდა რომ კოჭი იყო შევიწროვებული, რის გამოც დროულად არ გადიოდა არც წყალი, არც საკვები, მეწვოდა კოჭის სულ 24 საათის განმავლობაში. ეხლა ამ ოპერაციით კოჭი გადაიჭრა ისეთ ადგილას, რომელიც შევიწროვებული ადგილი არაფერ კავშირში აღარ არის. ამ ოპერაციით მართლა ახლიდან დავიბადე, თავისუფლად შემიძლია დავიებ წყალი. ვიყავ უფრო ბედნიერი, ხარისიანი და რაც ყველაზე მთავარია ჯანმრთელი. არანაირი ტკივილი და დისკომფორტი აღარ მაქვს, შემიძლია მივიღო საკვები ისე, რომ ზედმეტად ტკივილმა აღარ შემაწუხოს. ოპერაციას შემიძლია შვილებთან ერთად ვისეირნო. ოპერაციამდე ვიყავი 127 კილო. ერთი თვე გახდა 24-ში ოპერაციიდან 24 იანვარს და 125 ვარ ამჟამად. დედა ჩემი როცა ცუდად იყო, მაშინ სულ ხასიათზე იყო, ახლა სულ თამაშობ და სულ ერთად ვართ. ფონდს და ფონდის მეგობრებს ძალიან დიდი მადლობა. ვერასდროს ვერ გადავიხდი სათანადო მადლობას იმისთვის, რაც თქვენ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გააკეთეთ. ექიმის კონსულტაციაში და წამლების შეძენაში მჭირდება დახმარება. ანუ 10 დღის წამალი ჩდება 38 ლარი და 3 თვე უნდა უსვა ეს წამალი. მარტო ხელა დედა ვარ და ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ. 3 წლის წინ გვაჩვენეს პატარა კნოტი. მოთან თანაცხოვრების შემდეგ დაგვეწყო კანზე პრობლემები. მაშინ ხელებზე და ფეხის ბულებზე აქვს გამონაყარი. სუსტი დიაგნოზი სამწუხაროდ ვერ დაგვისვეს. ხავილის შედეგად უღიზიანდება კანი და სდის სითხეები. ღამის საათებში განსაკუთრებით ცუდ ტირის. მაწინდება აქირაციცას უსალო. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.